გადაცემა შეიცავს კომერციულ ინფორმაციას. მოგესალმებით კიდევ ერთხელ ეს არის რადიო იმედი სტუდიაში მუშაობას განვაგრძობ ნინი ხუგაშვილი გადაცემა ჯანმრთელი დილა გახლავთ დღეა ეთერში და ამ გადაცემის მთავარი თემა დღეს გახლავთ აკნე განსაკუთრებით მოზარდობის ასაკში და გავარკვევთ რა არის მისი ძირითადი გამომწვევი მიზეზი რა არის მთავარი ფაქტორები და როგორია თანამედროვე მკურნალობის მეთოდები მოწოდებული დღეს თემაზე გვესაუბრება პროფესორი დერმატოლოგი მაია დათუაშვილი მოგესალმებით ქალბატონო მაია გიხდით მადლობას გადაცემაში მონაწილეობისთვის გამარჯობათ მოგესალმებით. როგორია სტატისტიკა პირველ რიგში აკნის გავრცელებისა ჩვენს ქვეყანაში განსაკუთრებით მოზარდების ჭრილში გავამახვილოთ მოდით ყურადღება და ამ კუთხით ვისაუბროთ საკითხზე. ძირითადად ჩვეულებრივი ფერიმჭამელა ან ვულგარული აკნე განვითარებულია ხოლმე მოზარდებში და დღეს სწორედ ამ ჭრილში განვიხილავთ 90%-მდე კი არის ხოლმე ზოგიერთ ლიტერატურაში მითითებული გავრცელების სიხშირე. კი ბატონო. და განსაკუთრებული ასაკის მატერიასთან ერთად მე თვითონ ეს პროცენტებიც კლებულობს და ახლობით 20 წლის ასაკიდან 39 წლის ასაკამდე სადღაც ნახევრდება ეს შემთხვევაში სიხშირე მე 40 წლის ასაკამდე კიდევ უფრო კლებულობს და ასე შემდეგ. კი ბატონო, მაშინ ვისაუბროთ მთავარ გამომწვევ მიზეზებზე, როგორც აკნის ასევე ზოგადი ტიპის გამონაყარისა, რომელიც სხვადასხვა სახით დიფერენცირდება ბუნებრივია შემდგომ უკვე პროფესიონალების მიერ. Განსაკუთრებია ეს მაინც დაკავშირებული არის იმ ჰორმონულ დისბალანსთან, რომელიც დგება გადატეხის ასაკში მოზარდის ორგანიზმში. ეს აბსოლუტურად ფიზიოლოგიური პროცესი არის, მაგრამ ერთობა რაღაც კონკრეტული მექანიზმი ორგანიზმში, რომელიც აისახება კანზე, სწორედ ეს გამონაყარის სახით. ჩვენ დაწვრილებით განსაკუთრებით არც იქნება მსმენელისთვის საინტერესო რომ ავხსნეროთ ამ განვითარების მექანიზმი. ერთი მინდა ვთქვა, რომ ეს დაკავშირებული არის ცხიმოვანი ჯირკვლის დისფუნქციასთან, რომლის სწორედ ეს პათოლოგიური პროცესი, ანუ ეს დისფუნქცია იწყება სწორედ იმ ჰორმონული დისბალანსით, რომელიც ჩვეულებრივად დგება გადატეხის ასაკში და ამ ცხიმოვანი ჯირკვლის დისფუნქციას თან არის უკვე ასოცირებული შემდგომი საფეხურები ამ დაავადების განვითარებით, რომელსაც საბოლოო ჯამში მივყავართ კანზე თეთრი და შავი წერტილების, თავიდან ჩნდება თეთრი და შავი წერტილების სახით, რომელსაც ჩვენ კომედონებს ვეძახით ხოლმე და შემდეგ უკვე ანტიბიოტიკი პროცესი შეიძლება განვითარდეს, პატარა კვანძების სახით, რომელიც მერე შეიძლება დაჩირკდეს, ჩვენს ენაზე ამას პაპულოპუსტულური გამონაყარი ქვია და ზოგიერთ შემთხვევაში ყალიბდება უფრო მსხვილი კვანძები ეს შეიძლება ლოკალიზებული იყოს სახეზე, ზურგზე, უპირატესად ამ ადგილებზე არის სწორედ იმიტომ, რომ ეს ადგილები არის მდიდარი სწორედ ცხიმოვანი ჯირკვლით. თუმცა მხოლოდ ცხიმოვანი ჯირკვალი არ არის დამნაშავე ამ გამონაყარის განვითარებაში. თვითონ ეს ცხიმოვანი ჯირკვალი ასოცირებული არის თმის ფოლიკულებთან და ცხიმოვანი ჯირკვლისა და თმის ფოლიკულური აპარატი, აი ესე ერთ მთლიანობაში განიხილება ხოლმე და სწორედ ეს არის ის ძირითადი სტრუქტურა, რომელშიც ვითარდება ეს დაავადება და შემდეგ ეტაპობრივად გამოვლინდება კანს. ქალბატონო, მე მინდა გითხოთ, მაშინ როდესაც თქვენი საუბრობთ ძირითად გამომწვევებზე, ხომ არ არის რაიმე დამატებითი ფაქტორები, რომელიც ხელს უწყობს კიდევ უფრო მეტად, ასე ვთქვათ, გავრცელებას და უფრო მეტად გართულებას აკნის ამ შემთხვევაში, მაგალითად, თუ ვისაუბროთ კვების რაციონზე ან სხვა ტიპის ფაქტორებზე, რომელიც არის ამ პროცესში სამწუხაროდ ხელშემწყობი და შესაძლებელია ნაკლებ ყურადღებას ვაქცევდეთ ჩვენ. დამატებითი ფაქტორები განსაკუთრებია, რასაც ქვია აკნის გამომწვევი ნაკლებად რომ იყოს ხოლმე, მაგრამ უკვე არსებული აკნის პირობებში გამწვევების მიზეზი შეიძლება გახდეს. სხვა დამატებითი ფაქტორები, ხშირად ბრალდება და ზოგჯერ საერთოდ საბრალებენ ეს უკვე მოსახლეობაში ფართოდ არის გავრცელებული ეს აზრი, რომ კვებასთან არის გარკვეულწილად დამოკიდებული, მაგრამ სწორი კვება არც მომჩენი არის ამ დაავადების და არც დაუშვათ არასწორი კვება გამომწვევი, რასაც ქვია, ის რაც ძირითადი მიზეზი გამომწვევი არის, აი რაც
მით უმეტეს მარტივად არის უფრო საქმე და უფრო თამამად შეგვიძლია ამ გამოწვევ მიზეზებს საუბარი გაზეთის ასაკში. როდესაც უკვე მოზრდილ ასაკში ვლინდება ხოლმე, იქ კიდევ შეიძლება სხვა მიზეზები იყოს ხოლმე, როგორც გამოწვევი, ასევე დამამძიმებელი. რაც შეეხება კვებას, დიდი ხანი ბრალდებოდა ანუ ეს გამოწვევ მიზეზად ითვლებოდა ერთ-ერთ მიზეზად შოკოლადი და ანუ შესაბამისად კიდევ ტკბილობა, მაგრამ ჩატარდა ამ რამოდენიმე წლის წინ კვლევები და აღმოჩნდა რომ შოკოლადი არ არის თავდაჩავე, რასაც ქვია, არ არის გამოწვევი ფაქტორი, ასე ვთქვათ, აკნესი, თუმცა არის ისეთი მდგომარეობები, ეგრეთ წოდებული ინსულინ რეზისტენტური მდგომარეობა, როდესაც არის მოზარდში და ნიუს აკნე აქვს საკუთრებია იქ ძის პროდუქტის აუტანლობა არის და უკვე შეიმჩნევა რომ ამ ტიპის პროდუქტზე აკნე მწვავდება და შეიძლება ინდუცირებაც მოხდეს ამ დაავადების. ისე რომ ეს ძალიან ეტაპობრივად თუ განვიხილავთ სხვა დამატებით ფაქტორებს ხოლმე აკნეს განვითარებაში. აგრეთვე ფსიქოემოციურ სტრესსაც აქვს მნიშვნელობა. განსაკუთრებული ნერვიულობა და სტრესი ამწვავებს. რასაც ქვია სუფთა სტრესი ინდუცირებული რო იყოს, ანუ სტრესზე იყოს დამოკიდებული ამ დაავადების დაწყება ნაკლებად, თუმცა არსებობს 15-20 წლის წინანდელი კვლევა, როდესაც სესიების განმავლობაში დააფიქსირეს, რომ სტუდენტებს, რომელთაც არ ჰქონდათ აკნე, სესიები მოგეხსენებათ, ეს გამოცდების ინტენსიური ჩაბარების პერიოდია და აი ამ დროს ფსიქოემოციური სტრესის ქვეშ შემყოფება ადამიანი და მათ გაუჩნდათ პირველად აკნე. თუმცა ეს ძალიან ისეთი ეპიზოდური კვლევა იყო და მაინც ითვლება, რომ სტრესი შეიძლება იყოს გამწვავების მიზეზი და არა დაავადების დაწყების მიზეზი. კი ბატონო, ვიდრე გადავალ დიაგნოსტიკის და მკურნალობის თანამედროვე მეთოდებზე, მე მინდა ერთი ძალიან ხშირად გავრცელებული მოსაზრება, ერთგვარი მითი შესახებ ვკითხოთ, მაგალითად, ბევრი მიიჩნევს, რომ გარდატეხის ასაკში სახეზე გამონაყარს არ სჭირდება სპეციალისტთან ვიზიტი და თვლიან, რომ ასაკის მატებასთან ერთად ეს პრობლემა აღმოიფხვრება. ეს არის მითი, თუ ეს არის რეალობა და შემდგომ უკვე გადავიდეთ როგორც დიაგნოსტიკის, ასევე მკურნალობის მეთოდებზე, რა არის ამ დროს მოწოდებული ყველაზე, ასე ვთქვათ, თანამედროვე, აპრობირებული, გამართლებული მეთოდები. ესახიან მითს კლასიკური გაგებით არა, დასაკვირველია. გააჩნია ფორმა, როდესაც ერთეული სახით აქვს ბავშვს გამონაყარი, რომელიც დავუშვათ გოგონებში მხოლოდ ციკლის დროს გამოჩნდება ერთი წერტილი, შეიძლება რომ მშობელმა რუტინულად არ მიაკითხოს და არ მიიყვანოს ბავშვი დერმატოლოგთან და ასეთი მსუბუქი ფორმა ასაკობრივად ძირითადში დაძლებადია, მაგრამ თუ არაერთეული, არამედ საშუალო რაოდენობით არის, ინტენსიურად არის ბიჭებში, გოგონებში, არა მარტო ციკლის წინ და ციკლის პერიოდში, არამედ ზოგადადაც აქვს, დასაკვირველია უნდა მიაკითხონ. ანუ აი ძალიან მსუბუქი ფორმას თუ ვიტყვით, რომ არ არის აუცილებელი მისვლა, თუმცა დღესდღეობით არსებობს სპეციფიური მოვლის საშუალებები, რომლებიც ასევე მოგცემენ საშუალებას, რომ ის 1-2 წერტილიც კი გაკონტროლებული იყოს და ბავშვმა სწორედ ეს პერიოდი გადაიტანოს მშვიდობიანად. მოგეხსენებათ, ფსიქოემოციურად განსაკუთრებული პერიოდი არის გარდატეხის ასაკი, თვით შეფასებაზე ზოგჯერ ბავშვზე მოქმედებს გამონაყარის განსაკუთრებით გამოსაჩენ ადგილას, ანუ სახე ეს არის ჩვენი სამედიცინო აპარატი, ასე ვთქვათ, და კანი ზოგადად და არის ახლა კატეგორია მოზარდების, რომელთაცვისაც ის 1 და 2 წერტილიც მნიშვნელოვანი არის ხოლმე. ამ შემთხვევაში რასაკვირველია, უნდა მივხედოთ დერმატოლოგიურადაც და გარკვეულად ფსიქოლოგიურადაც უნდა მოხდეს ეს დაბალი თვით შეფასების კორექცია, იმიტომ რომ მომავალშიც ეს პრობლემა არ გაგვეს. და რაც შეეხება უკვე საშუალო სიმძიმეს და მეტყვეტის სიმძიმე ფორმა, ყოველ მიზეზს გარეშე უნდა მივიდნენ სპეციალისტთან. როგორია მკურნალობის და დიაგნოსტიკის თავარი და თანამედროვე მეთოდები, რას მიმართავთ ყველაზე ხშირად ამ დროს? აკნესი ძირითადად იხსნება ანამნეზის საფუძველზე და კლინიკური გასინჯვის საფუძველზე. სპეციალური აპარატი, რასაც ქვია, არ ჭირდება იმისათვის, რომ ექიმმა, სპეციალისტი იქნება, ან ოჯახის ექიმი, რომ დასვას ჩვეულებრივი ფერმჭამელას თუ ანუ ეგრეთ წოდებული ვულგარული აკნეს დიაგნოზი. თუმცა
აი გარკვეულ ამ დისბალანსებთან რახან არის საკავშირებული, იმის და მიხედვით თუ რა ასაკში არის, თუმცა ხა იგივე მოზარდებში თუ საკმაოდ ისე მძიმედ მიმდინარეობს და რეზისტენტულად მკურნალობის მიმართ აკნე, შეიძლება მაინც ჩატარდეს ის სხვა ანალიზები, რომ გაირკვეს რამდენად არის ეს დისბალანსი ორგანიზმში და რამდენად შეიძლება ჩაითვალოს იმასაკისთვის ნორმად ის გარკვეული დისბალანსი, რაც დაუფიქსირდება ბავშვს იმ ანალიზის საფუძველზე. ანუ დაავადების გასაკონტროლებლად გარკვეული ანალიზები ხოლმე საჭირო არის, თუმცა არა რუტინულად. გააჩნია მდგომარეობას, სიმძიმეს და მკურნალობას როგორ ემორჩილება. და რასაც ქვია, სადიაგნოსტიკო სპეციალური აპარატურა და სპეციალური ანალიზზე გაგზავნა არ არის აუცილებელი. პირველი კი ბატონო, შევეჯამოთ ჩვენი საუბარის ქალბატონმა, პირველი ნიშნები, რომელსაც უნდა მიაქციოს მშობელმა ამოზარდის მეთვალყურე პირმა ყურადღება, იმისათვის რომ შემდგომი გართულებები ავიძილოთ თავიდან. თქვენ აღნიშნეთ რამდენიმე მთავარი ფაქტორი, რომელიც არის გამომწვევი და რომლის ერთ-ერთი გამოვლინება შესაძლებელი იყოს გამონაყარის სახეზე, ამიტომ კონკრეტულად გითხარით რა როდის არის, რა ეტაპზეა მნიშვნელოვანი რომ არ გამოგრჩეს თვალთახედვის მიღმა. და ასევე მინდა კითხო ძალიან მოკლედ მოვლის საშუალებებზე, მაშინ როდესაც ხშირად არის და მძიმედ გამოხატული სახეზე, შინ ასე ვთქვათ სახლის პირობებში სხვადასხვა ტიპის მანიპულაციას მიმართავენ ხოლმე. რამდენად არის ეს გამართლებული და რა ტიპის პრობლემებს შეიძლება შევეჯახოთ შემდგომ თუ მიდგომა იქნება სწორედ ასეთი ერთგვარი უხეში ფორმებით, ხო, მარტივად რომ ვთქვათ. მკურნალობა რასაკვირველია აგრეთვე დამოკიდებული არის თუ რა დაავადების სიმძიმე არის და მშობელმა რა უნდა დაინახოს რომ გააცდოს წამოიყვანოს. დადგა გარდატეხის ასაკი ცხვირზე, ნიკაპზე, ლოყაზე შეიძლება გაჩნდეს ეს თეთრი და შავთავიანი კერები. თუ ეს ინტენსიური ხასიათის ხდება, რამოდენიმე წელიწადის გაჩენას შეიძლება მაინც სამშენ თუ ძალიან უძლებად არ უთვალიერებენ ხოლმე ბავშვს სახისგან თუ უფრო ეს გამოხატული არის სპეციფიური მოვლის საშუალებები და გულისხმობთ მოვლის საშუალებებში არა იმას რაც შეიძლება სახლის პირობებში დავამზადოთ არამედ აფთიაქებში იყიდება ეგრეთ წოდებული ფარმაცევტული კოსმეტიკა ანუ სამკურნალო კოსმეტიკის სფერო არის განეკუთვნება ეს კონკრეტული პროდუქცია კლასიკურ კოსმეტიკას განეკუთვნება სამკურნალო კოსმეტიკას ეს უკვე იციან აფთიაქარებთან რასაკვირველია და მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმაც მაქსიმალურად თავისუფალი არის ასეთი სამკურნალო კოსმეტიკა კონსერვანტებისგან, პარაბენებისგან, არომატიზატორებისგან ანუ მინიმუმამდე არის დაყვანილი რომ ინდივიდუალურად ვერ აიტანოს ბავშვმა ეს პროდუქცია და ყველაფერს მოიცავს ეს არის დასაბამი საშუალება, ეს არის გამწვანის საშუალება, ეს არის თუ გაყოლილად ჭირდება კრემი კონკრეტული თუ აგრეთვე არსებობს დამფარავი საშუალებებიც. ნუ ახლა რა საკის არის რამდენად იყენებს დამშობელი აძლევს ამის საშუალებას რომ დამფარავი გამოიყენოს, ისინიც კი არის მითითებული რომ ოღონდ სპეციალური ხაზები არის, აი კონკრეტული ფირმა არის, რომელიც ძირითადად სამკურნალო კოსმეტიკას აწარმოებს, ნუ ყოველ შემთხვევაში აქვს ეს დიდი ხაზი და იქაც არის დაყოფილი სხვადასხვა მიმართულებები, ანუ ატოპიური დერმატიტის კენმიდრეკილი კანისთვის მოვლის საშუალებები აკრისადმი მიდრეკილი კანისთვის მოვლის საშუალებები მე ამას გულისხმობ, როდესაც ვამბობ, რომ მოვლის საშუალებები შეიძლება შემოიფარგლონ, როდესაც თეთრი წერტილი არის და თეთრი და შავი წერტილების სახით არის. თუ ჩნდება ანთებითი კერები, იქ გააჩნია კიდე ერთი ანთებითი კერა შეიძლება მოვლადი იყოს ხოლმე ამ მოვლის საშუალებებით. ამას მშობელი და ბავშვი თვითონ უკვე აკვირდება და თუ მაინც უკვე ვლინდება, ეს იმას ანიშნავს, რომ არ მეშველა ეს გარკვეული შესაძლებლობები გააჩნია მოვლის საშუალებას, რასაკვირველია და ეს არ არის მკურნალობა. როდესაც ხედავთ, რომ მოვლის საშუალებით უკვე ვეღარ ვაკონტროლებთ მდგომარეობას, ამის შემდეგ უკვე რასაკვირველია უნდა წავიდეთ სპეციალისტთან და იქ იწყება უკვე პირველად რასაკვირველია ეს უკვე ტაქტიკა, რუტინული განხილვა არც არის საჭირო და საინტერესო ეს ფაქტო სმენელისთვის, თუმცა ინფორმაცია მხოლოდ ადგილობრივი მკურნალობა პლუს მოვლის საშუალება თუ მაინც შემდეგ ვლინდება ან ვერ ერევა ადგილობრივი მკურნალობა, მე უკვე სისტემური მკურნალობა შემოდის და ასე შემდეგ. ანუ ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ასაკიდან გამომდინარე, აგრეთვე წელიწადის სეზონს აქვს მნიშვნელობა თუ რომელი კრემი, რომელი დასაბამი საშუალება გამოვიყენოთ, წამალი რომელი გამოვიყენოთ და
აი ამ ყველაფერზე არის ესე აწყობილი საკმაოდ რუტინულად, საფეხურებრივად შეიძლება ამ ყველაფერს ძალიან მშვიდობიანად გაკონტროლება და საბოლოოდ, როდესაც მივახცევთ და გავივლით ამ ეგრეთ წოდებულ გარეთეხის ასაკს, ძირითადში მინიმუმამდე იქნება დარჩენილი ეს პრობლემა და მე ნენობა დაძლებადი თუმცა არის ისეთ შემთხვევაში რომ გაყვეს მაინც აი ეს პროცენტები რასაც ვამბობ და წამზე კლებულობს მაგრამ მაინც არის ადამიანებში ეს მარტო იმის გამო არ არის რომ სულ არ მიაქცია ყურადღება მშობელმა და არ უმკურნალა დაუსაჩინო საშუალო სიმძიმის საქმე არის ზოგჯერ მაინც ცოტა რეზისტენტულად იყვება ამ რეზისტენტულად გაგრძელების და გაყურის მიზეზი არის აგრეთვე რაღაცა კიდე დამატებითი შეიძლება გამოსაგების პროცესი. კი ბატონო, ქალბატონო, წელიწადის დროები ახსენეთ თქვენ და სეზონი ცივი დრო გვიახლოვდება, რომელიც ხასიათდება გარკვეული ტიპის უარყოფითი გავლენით კანზე. რჩევები, რეკომენდაციები მოგვაწოდეთ და დავასრულოთ ამით დღევანდელი საუბარი. ისევ ალბათ აკნის ჭრილში რომ კი ბატონო, ცალსახად. ალბათ ასე ჯობია. ზოგადად, როგორც თქვი, აკნის დროს და მით უმეტეს, როდესაც მოზარდში არის განვითარებული აკნე, მიმდინარეობს ჰიპერფუნქციით, ანუ ცხიმოვანი ჯირკვლის ცხიმის ჭარბწარმოება მიმდინარეობს და ყოველი საშუალებებია თუ თვითონ წამლებით, სწორედ ისე არის დამზადებული, რომ შეამციროს ეს ჭარბწარმოება ცხიმის. და ზოგჯერ უკვე იმდენად ბევრი არის ამ ფარმაცევტულ ბაზარზე ეს მოულის საშუალება თუ წამალი და მით უმეტეს ადგილობრივი მოქმედების პრეპარატის ხელმისაწვდომი არის და ზოგჯერ ფარმაცევტიც თავაზობს და ყიდულობენ ხოლმე რომ არარაციონალურად ამ ყველაფრის გამოყენების შედეგად შეიძლება მივიღოთ კანის გამოსრობა და აკნე ისევ იყოს და ამ დროს ვარდებით ხოლმე თვითონ პაციენტის ექიმით ცოტა ცუდ მდგომარეობაში. ასევე ზამთრის პირობებში ბავშვი გადასული არის სწორედ ამ სპეციფიურ მკურნალობაზე, მოულის საშუალებებზე და კანი ცხიმიანობა მცირდება და უცბად დამთარი მოვიდა, რომელიც ისედაც გვიშლობს კანს ხოლმე. და აი აქ სწორედ სხვადასხვანაირად უნდა გამოვიყენოთ, თუ სხვა შემთხვევაში გამოიყენება რაღაცა ლოსიონი, ზაფხულის პერიოდში ზამთარში ნაკლებად უნდა გამოვიყენოთ. აგრეთვე თუ მაინც წავით და ამ აკნეს მკურნალობის პერიოდში სიმშრალე, არსებობს დამატებითი საშუალებები, რომლებიც ყველანაირი დამატებების გამოყენება შეიძლება, უნდა გამოვიყენოთ სწორედ აკნისადმი მიდრეკილი კანის დამატებითი საშუალება. უღრმესი მადლობა გაცემაში მონაწილეობისთვის. უსმენდით დერმატოლოგს. ნახვამდის პროფესორი მაია დათუაშვილი საუბრობდა ჯანმრთელ დილაში აკნეს შესახების გამომწვევ მიზეზებზე, მკურნალობის მეთოდებისა და დიაგნოსტიკის შესახებ. გიხდით მადლობას ყურადღებისთვის, გისურვებთ ჯანმრთელობას. გადაცემა შეიცავს კომერციულ ინფორმაციას. კვალიფიციურად დაგეგმილი და სწორად წარმართული მკურნალობა ბავშვის ჯანმრთელი მომავლის მთავარი გარანტია. ყოველ ხუთშაბათს რადიო იმედის დილის არხის პირდაპირ ეთერში თქვენს განკარგულებაში კლინიკა მზიური მედის ექიმები იქნებიან. რადიო იმედზე ჯანმრთელობაზე ზრუნვა დილიდან იწყება. ყოველ ხუთშაბათს 11-დან 12 საათამდე ჯანმრთელი დილა მზიური მედთან ერთად.